2014 წლის 20 თებერვალს ასოციაცია ათინეთის და გაეროს ბავშვთა ფონდის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო გაუნთარების საგენდოს ერთობლივი პროექტის ახალგაზრდობის ჩართულობა და გაუნთარება ფარგლებში 10 პარტნიორის სკოლის სამოქალაქო განათლების, საბუნებისმეტყველო ცხოვრების ჯანსაღის წესის კლუბის წევრები და სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერი მასწავლებლები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ესწრნენ საქართველოს პარლამენტს. შედგა შეხვედრა თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან. ახალგაზრდებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებაზე, დევნილთა პრობლემებზე და თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა აგრეთვე სხდომათა დარბაზი დაათვალიერეს. გვესაუბრება პროექტის ერთ-ერთი ავტორი მიშა როგავა. რაც შეეხება შეხვედრას, იყო ძალიან საინტერესო. ბავშვებმა დასვეს ძალიან ბევრი აქტუალური კითხვა, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე დევნილთა პრობლემებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროექტი ფაქტობრივად არის დევნილ ბავშვებზე ორიენტირებული და დაისვა კითხვები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც არის მომავალში ძალიან მალე გაზაფხულზე და ეს შეხვედრა მე ვფიქრობ, რომ იყო საკმაოდ ნაყოფიერი.